უთხრა მათი გავი. შეხედეთ ლეღვს და ყველა ხეს. როცა ისინი უკვე იფოთლებიან, შეხედავთ და თვითონ იცით, რომ უკვე ახლოა ზაფხული. ასევე თქვენ, როცა იხილავთ ყოველივე ამის ახდენას, იცოდეთ, რომ ახლოა ღვთის სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ გადაივლის ეს მოდგმა, ვიდრე ყველაფერი არ ახდება. ცა და დედამიწა გადაივლის, ჩემი სიტყვები კი არ გადაივლის. გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გული ღრეობით, ლოთობითა და სიცოცხლეზე ზრუნვით და იმ დღე არ გიწიოთ მოულოდნელად. მინაიდან ის, როგორც მახე, დაეცემა ყველა მკვიდრს მთელი დედამიწის ზურგზე. მას ყოველ ჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეგეძლოთ ყოველგვარ ამ მოსახდენთაგან თავის დაღწევა და წარდგომა კაცის ძის წინაშე. დღისით იესო ტაძარში იმყოფებოდა და ასწავლიდა, ღამღამობით კი ადიოდა მთაზე, რომელსაც ზეთისხილისა ეწოდება. მთელი ხალხი დილაობით მიდიოდა მასთან ტაძარში, მის მოსასმენად.